მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანიას სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. როგორც გახსოვთ, ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში გაუწყეთ იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა ქართველი ვეტერანების დაჯილდოვება, სამამულო ომში მონაწილე ქართველი ვეტერანების დაჯილდოვება რუსეთის ხელისუფლების მიერ. და ესეც მოხდა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება არსებობს, რომლითაც დაჯილდოვებული იქნა ყველა ის ვეტერანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ომში და ცოცხლები ვინც არიან, იმათზეა საუბარი. ეს არის საიუბილეო მედალი, რომელიც მიძღვნილია 80 წლის იუბილეს. ეს დაჯილდოვება მოეწყო რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ სექციაში, საელჩო შენობაში. სამწუხაროდ ბევრი არ დარჩა ცოცხალი და დღეისობით რაღაცა სულ 18 ომის ვეტერანი არის მხოლოდ დარჩენილი ცოცხალი საქართველოში და დაჯილდოვებული იქნა 7 და 10-ის დაჯილდოვება კიდევ მოხდება უახლოეს დღეებში. Когда мы вспоминаем ветеранов, мы это слишком часто делаем слишком редко. Мы это делаем 9 мая, один день в году. А живем мы каждый день, и живем благодаря им. Поэтому вспоминать ветеранов надо каждый день и понимать, благодаря кому ты живешь, благодаря тому, кому ты проснулся, благодаря кому ты строишь эту жизнь под мирным небом. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს ადამიანები, სწორედ მათი ცოცხლობ ჩვენ, მათი აი ამ 8 წლით დამსახურებით ვიღვიძებთ და უნდა გქონდეს განცდა იმისა, რომ აი ეს ადამიანები დავაფასოთ. ვინც ცოცხლებია და ვინც წავიდა ამ ქვეყნიდან, მათი უკტავყოფაც უნდა მოხდეს იმითი, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა პატივი ვცეთ აი ამ ადამიანების სულებს. მე ამაყი ვარ იმითი, რომ მაგალითად ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზ ჟავანაძე იყო სამამულო ომის მონაწილე. მე ამაყი ვარ ამით. მე ყოველთვის დიდი განცდა მაქვს, რომ აი როდესაც არის სპეციალური საიტია, სხვათა შორის გეტყვით ერთრამე საიტი არის, ბევრმა შეიძლება აი ინფორმაციები თქვენი ბაბუების შესახებ არ იცოდეთ, შეიყვანთ სახელდაგვაც რუსულად, აი ამ საიტზე და ამოგიგდებთ იმ მედლებს, რომელიც მიიღო თქვენმა ბაბუამ იმ ომში სად იბრძოლა. აი სპეციალური ინფორმაცია ინახება. მე მაგ განცდა სიამაყისა, რომ ჩემი ბაბუაც არის შემოქმედი იმ დიდი გამარჯვების. ჯერა იმისი, რომ დადგება ის დრო, როდესაც აი როგორც მოსკოვში არის ესეთი უკტავების პოლკი ქვია და გამოდიან სურათებით უამრავი ადამიანი და მონაწილეობენ აი ამ უკტავების პოლკში.
და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი ბაბუების სურათებით და გავივლით რესპუბლიკის მოედნიდან და დავანახებთ თელ სოფლიოს, რომ გრანი ვართ ქართველები. ეს ჩვენი ომი იყო პირველ რიგში. 300,000 ქართველი დაიღუპა. ეხლა გასაგებია, რომ 300,000-ვე ვერ გამოვა, მაგრამ წარმოგიდგენიათ 30,000 ქართველი, რომელიც ხელში დაიჭერს. იმიტომ რომ ეხლა ყველა ხო ვერ ვიცი, რომ ყველა ვერ იქნება. 30,000 ქართველი სიტყვაზე. შეიძლება უფრო მეტიც იყოს. მე ციფრი ეხლა უბრალოდ ისე ავიღე, რომ თავისი ბაბუების სურათებით გამოვა. მათი სულები როგორ იხარებენ, იმიტომ რომ ისინი დაინახავენ, რომ მათი სახელები არის უკდაყოფილი და ჩვენ გვახსოვს ისინი. და როდესაც საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ თურმე ეს ორივე ბოროტების ძალა იყო, რომ ორი ბოროტი ძალა უპირისპირდება, რომ ეს ჩვენი ომი არ იყო. აი ეს ჩაგვინერგა დასავლეთმა ჩვენ. აი ეს წლებია. და ეს ჩვენ უნდა განვაგდოთ ეს ყველაფერი. ეს იყო ჩვენი ომი. მე ვიყავი კიდევაც ერთხელ ჩართვა მქონდა სხვათა შორის კრემლიდან, სადაც აი ბევრმა ნახა ეს ალბათ ჩემი მიმართვა, როდესაც აი კრემლიდან მქონდა ჩართვა და ვლაპარაკობდი იმის შესახებ, რომ მაშინ იყო ქართულ-რუსული იმპერია. და მე დარწმუნებულიც ვარ, რომ დადგება ის დრო, როდესაც უკდაყოფილი იქნება მათი სახელები. სხვათა შორის ძალიან კარგი გადაცემა აქვს ნიკიტა მიხალკოვს ბესაგონ. და აი ამ ერთ-ერთ გადაცემაში მან ისაუბრა სტალინის როლზე და მოიყვანა მაგალითი გამოსვლიდან ჩვენი ტრადიციული სტუმრისა იაკობ კედმისა, უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელისა, სადაც კედმი ლაპარაკობს სტალინის როლზე. და სწორია იაკობ კედმი. 9 მაისს, როდესაც გაიხსენებენ ჟუკოვს, როდესაც გაიხსენებენ უამრავ რუს გენერალს, სირცხვილია რომ სტალინი არ იყოს იქ. და ეს რა თქმა უნდა უპატივისცემლობაა. მე მინდა გავიხსენო შესანიშნავი საბჭოთა ფილმი ჯარისკაცის მამა. ვინ იყო ამ ფილმში ჯარისკაცის მამა? ის ქართველი იყო, ქართველი გლეხი. ამ ფილმში ადამიანის შთამბეჭდავი სახეა ნაჩვენები. ეს კინოხელოვნების საოცარი ნიმუშია. რა არის აუცილებელი სახელმწიფოს ისტორიისთვის, თვითშეგნებისთვის? აღდგეს ისტორიული სამართლიანობა, მთელი მისი სირთულეებითა და პრინციპებით. მე არაერთხელ მithქვამს და მოსკოვში უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი გამოსვლისას მომიწია კამათი. ახალი პოლიტიკური ტენდენციების მესვეურებთან, რომლებმაც ამჟამად დატოვეს რუსეთი. მე ერთ-ერთ მათგანს ვკითხე: ყოფილხართ თუ არა ჩინეთში? ყოფილვარო. ვკითხე: ყოფილხართ თუ არა ტაიანანმენის მოედანზე? ყოფილვარო. მაშინ ვკითხე: ვისი პორტრეტია ამ მოედანზე? ამოილუღლუღა მაო ძედუნისო. უთხარი: ჩინეთმა აღიარა ყველა ის შეცდომა, რაც მაო ძედუნმა დაუშვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მის ხსოვნას პატივს მიაგებენ, რადგან რომ არა მაო ძედუნი, არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იარსებებდა, არ იარსებებდა ჩინეთი. ჩინელებს კონკრეტულობა შეუვიათ, ამიტომაც ამბობენ, მას ჰქონდა 80% სიმართლე და 20% შეცდომა, მაგრამ რაც კარგი ჰქონდა, იმისათვის ვაფასებთ. რუსეთში, მოსკოვში არაერთხელ მithქვამს: გრცხვენოდეთ, მაგალითი აიღეთ. პარიზის პანთეონის მონახულებისას აღშფოთებას გამოთქვამთ, რადგან იქ ნაპოლეონ ბონაპარტის საფლავი გახლავთ. ნაპოლეონმა ფრანგების სამთავრობა გაანადგურა, მთელი ევროპა სისხლში ჩაახშო. დამანგრეველი ომები გააჩაღა, მაგრამ ფრანგებისთვის ის ეროვნული გმირია და მას მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვიდრე იმპერატორი გახდებოდა, როდესაც პარიზში დემონსტრაციები დაიწყო, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. ნაპოლეონმა არტილერისტებს მოუხმოდა საკუთარ ხალხს ზარბაზნების ცეცხლი დაუშინა. მან ომი წააგო. მან მაშინ თქვა: ლუისულელი იყო. ორი საარტილერიო ქვემეხი და არავით არის საფრანგეთის დიდი რევოლუცია არ მოხდებოდაო და ამ ადამიანს დღემდე პატივს სცემენ საფრანგეთშიც და მთელ მსოფლიოში. ის დიადი პიროვნებაა. ქვეყანამ ასე უნდა შეაფასოს თავისი დიდი პიროვნებები, რადგან ნაპოლეონი საფრანგეთისთვის მართლაც დიდი პიროვნება გახლავთ, მაგრამ ის წმინდანი არ ყოფილა. ნაპოლეონი წმინდანი არ არის. მის სინდისზე ბევრი დანაშაულია, მაგრამ საფრანგეთს ის ახსოვს. იმავე კამათში კიდევ ერთი რამ ვთქვი. ვკითხე: საფრანგეთს რა ჰიმნი აქვს მეთქი? ჩემმა ოპონენტებმა თვალები დახარეს და მიპასუხეს: მარსელიეზა. ფრანგებს არც ჰიმნი შეუცვლიათ და არც დროშა. მარსელიეზა საფრანგეთის იმპერიისა და საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნი. დღემდე საფრანგეთის ჰიმნია. რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს მის სათავეში. საფრანგეთის დროშაც იგივე დარჩა, რაც მაშინ. მათ ის პოლიტიკური კონექტურის გამო არ შეუცვლიათ. მხოლოდ იმერს, რომელიც საკუთარ ისტორიასა და კულტურას სცემს პატივს, შეუძლია მომავალს თვალი გაუსწოროს. ამასთან, ყველა პლუსი და ყველა მინუსი უნდა ვიცოდეთ და სწორად შევაფასოთ.
და მე იმედი მაქვს, რომ ამ განვლილი წლების შემდეგ საქართველოს როგორც იქნა დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც ხალხს მისივე ისტორიის შესახებ სიმართლეს ეტყვიან. სწორედ ამით დაიწყო ისრაელის გზა დამოუკიდებლობისაკენ, როდესაც მე-19 საუკუნეში ადამიანებს განუმარტეს სიმართლე. რანი ვართ ებრაელები, რატომ ვართ, საიდან მოვდივართ. ბოლოდ ამის განმარტების შემდეგ, მხოლოდ ერთიანი ისტორიისა და წარსულის მიღწევების ბაზაზე ვაშენებთ ჩვენს მომავალს. ამაზე უნდა აგოს თავისი მომავალი საქართველომაც, არა ტყუილზე, არა ფალსიფიკაციაზე, იმ ინტერესანტთა გულის მოსაგებად, ვისაც საქართველო არასდროს აღელვებდათ. ეს თვით ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს და მას ეს შეუძლია. თქვენ დროშა ახსენეთ. დიდ უსამართლობად მიმაჩნია ის, რომ წითელ მოედანზე თითქოს და ყველაფერი თავის ადგილზეა. მავზოლეუმიც, სტალინის საფლავიც, მაგრამ კრემლზე წითელი დროშა არ არის. აქ შეუსაბამობაა. ერთ რამეს გეტყვით. სტალინის დაბადების დღეს მავზოლეუმის უკან დიდი რიგი დგება. რუსეთის იმ უბრალო მოქალაქეებისა, რომლებიც მის საფლავზე გვირგვინის დასადებად მოდიან. კრემლის კედელთან არც ერთ სხვა სამარესთან არ არის ხოლმე დახოვებული იმდენი ყვავილი, რომ ძეგლი თითქმის მთლიანად იყოს დაფარული. ყველა დანარჩენ საფლავს მხოლოდ კომენდანტის მოტანილი თითო აუცილებელი ყვავილი ამშვენებს. სტალინთან კი ხალხს მოაქვს. მიუხედავად მთელი იმ სიცრუისა და სიბინძურისა, რაც მის ხსოვნას ხვდა წილად. იმიტომ რომ პატევს სემენ, ახსოვთ, აფასებენ. იგივე უნდა იყოს გორშიც, საქართველოშიც. კიდევ ვიმეორებ, კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ სხვა ერს მით უფრო ასეთ მცირე რიცხოვანს არ ჰყოლია მსოფლიოს მასშტაბით ისეთი სახელმწიფო მოღვაწე, როგორიც იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი გახლავთ. ბატონო იაკობ, დიდი მადლობა ასეთი შთამბეჭდავი ინტერვიუსთვის. ყველაფერი შესანიშნავად გამოთქვით. საქართველოში იმიტომაც გცემენ პატივს, რომ ასე აფასებთ ქართველთა ისტორიას. ჩვენს წინაპართა, ჩვენს მოღვაწეთა როლს რუსეთის ისტორიაში. მთელი ქართველი ხალხის სახელით მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა. მოხარული ვარ, რომ ქართველი ხალხი ყოველივე მომხდარის შემდეგ თავისი ეროვნული აღორძინების გზაზე ბრუნდება. ჯერა ის ყველას დაანახებს თუ რა შეუძლია და როგორ შეძლებს მომავალში განვითარებას. შემთხვევით როდი გავამახვილე ყურადღება იმაზე თუ რამდენი რამ მისცა ქართველმა ხალხმა რუსეთს. დღესაც ასეა. ქართველ ხალხს საქართველოს აღორძინებას შეუძლია. ღმერთმა ქნას რომ ასე მოხდეს. და ყველაზე დიდი სირცხვილი იცით რა არის? სტუმრები მყავდა მეგობრებო. სტუმრები იყვნენ რუსეთიდან ჩამოსული, Russia Today-დან და მივიყვანე გორისში იოსებ სტალინის მუზეუმში. ასევე მუზეუმში იყვნენ მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში გორში, დაათვალიერეს რაღაც ტრადიციულად და შეგნებულად არ წავიყვანე იმ სტალინის ძეგლი არ ვანახე, იმიტომ რომ რაღაცა სიცხვილი შეგრძნება მქონდა, რომ არ მინდოდა რომ ჩვენი აი ბოდიში და უკეთურობა დაენახა რუსებს, იმიტომ რომ რა უნდა მეთქვა ეხლა რომ აი ამ ხელა ადამიანის ძეგლი არის სადღაც მიგდებული და ქართველები იმის შნო არა გვაქვს რომ ეს ძეგლი დავდვათ თავის ადგილას. თუმცა თვითონაც კარგად იციან, ეხლა მე რო არ მენაყები. მაგრამ იმას რას უზამდი, რაც ვანახე იქ რომ ესე იგი რეპრესირებულთა ოთახი რო არის მოწყობილი სტალინის მუზეუმში. ეს სირცხვილი არ არის. კაი, ამ ძეგლს ვერ დგამთ ხალხო. სირცხვილი არ არის, რომ რეპრესირებულთა ოთახი იყოს იმაში სტალინის მუზეუმში? პირველ სართულზე? ბოლო მე მინდა გორის საზოგადოებასაც მივმართო უამრავ ადამიანს. გამოყარეთ ეს ნივთები და გადააგდეთ იქიდან. რა უბედურებაა ეს ხალხო? რა შვაშია მაინტერესებს სტალინთან ეს ყველაფერი. ეხლა ეს ყველაფერი გააკეთა სააკაშვილმა, რომ სტალინის სახელშტილი მიდგომოდა, რომ მოვიდოდა იქ მუზეუმში დამთვალიერებელი პირველ სართულზე, აი ენახა რომ აი სტალინი ხოცავდა ხალხს, რომ სტალინი იყო ცუდი. ეს არ არის ჩვენი სირცხვილი? ეს არ არის იმ ომის ვეტერანების, რომლებიც მივლენ 9 მაისს, იმათი შეურაცხყოფა არ არის. ჩვენ ლაპარაკობთ აი რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენ ომის ვეტერანებს, ჩვენ უნდა პატივი ვცეთ ჩვენ. ეს არ არის იმათი შეურაცხყოფა მაინტერესებს. მე არ უარყოფ იმას, რომ შეიძლება და გამორიცხული არ არის, რომ ამ ომის დროს ვიღაცა უდანაშაულო დაისაჯა, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც კი პასუხი აგო, იყო დასაჯელი. აი მარტო დღეს საქართველოს რო ავიღოთ, რამდენია დასაჯელი? ძველი დრო იყოს, რამდენი ხდებოდა დასახრეთი? აი ხა რუსთაველზე რო ყიალობენ იქა და ეს პოლიტიკური სპექტრი რო არის, აი ძველი დრო რო იყვნენ, არ უნდა მიაყენო კედელზე ესენი, საქართველოს მოღალატეები, რომლებიც საქართველოს მომავალი მოუსპეს. და სირცხვილი არის, მეგობრებო, სირცხვილი. 9 მაისი მოდის, მივმართავ ხელისუფლებას.
ჯერ ეს პადოშას კანონები შეცვალეთ. აი ეს კომისია რომ მოქმედებს თეატროლოგიის ხელმძღვანელობ ძალიან კარგია. შეცვალეთ ეს პადოშას კანონის შირცხვილია 9 მაისს ეხა ვეტერანები უნდა მოვიდნენ და წითელი დროშები ვერ უნდა მოიტანონ საბჭოთა კავშირის დროშები. აბა რა დროშები უნდა მიიტანონ ერთი გორში ან გიდა იქ თბილისში. ფაშისტების დროშებით მოვიდნენ იქ სირცხვილი არ არის. ეხა ომის ვეტერანი რომ მივა იმ წითელი დროშით უნდა დააჯარიმოთ. გამოყარეთ იქიდან ის რეპრესირებულთა ოთახი მიანგრიეთ ის ოთახი საერთოდ. ეს არ არის მეგობრებო ეს ჩვენი გმირების, ჩვენი წინაპრების სულების უკტავყოფა. პირიქით მათი შეურაცხყოფა არის. შეურაცხყოფა იოსებ სტალინისა. მთელი მსოფლიო ხელის გულზე ატარებს. უამრავი ტურისტი ჩამოდის და ჩვენ აქ ესე იგი ჩინელი, ყაზახი, რუსი რო ჩამოვა ვანახებთ რომ აიცით რა არის სტალინი ხალხს ხოცავდა და აგერ სტალინის ეს რეპრესირებულთა ოთახი. აი რა უნდა უთხრათ მე მაინტერესებს ეხლა აი სირცხვილი არ არის. რა ძეგლის დადგმაზეა საუბარი. რაც მარტივად გადასაწყვეტია ის მაინც გავაკეთოთ. და ჯერ ის ძეგლიც არის დასადგმელი. რა გახდა იმ ძეგლის დადგმა კიდე? რა უბედურებაა ესა? ვინ წინაამდე გიწავა კანონი დაისჯება ის. ვინმე ესწრის იმ სტალინის ძეგლს 5000-კენ 10000 ლარიანი ჯარიმით უნდა დაისაჯოს. უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს ბოდიში და ვიღაცა 10 პიდარასისა და 10 ლესბოსელის გამო ქვეყანაში წესრიგი ვერ დაამყაროს. მე არ ვიცი, ახლა აი ფილმი გამბოვა 9 მაისს, მე აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ ფილმს. მეც მივეცი ჩემი კომენტარი აი ამ სამამულო ომთან დაკავშირებით საქართველოში გადაღებულება იქნა წარმოებული როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და უნდა შევცვალოთ ბევრი რამ. ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა დიდწილად აი ამაზეც არის დამოკიდებული. რუსეთი განსაკუთრებულად ეკიდება 9 მაისს და მე თუ მკითხავ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ იქ. კაი თქვა პირველი პირი თუ არ მიდის პარლამენტის თავმჯდომარე მაინც წავიდეს. კაი პარლამენტის თავმჯდომარე თუ არ მიდის ვიღაცა მაინც წავიდეს იქ. რომ საქართველოს სახელი იყოს იქა. შეიძლება კაცო 80 წლის იუბილეზე სტალინი ალბათ მიწაში ტრიალებს ეხლა. როგორ შეიძლება ქართველმა მოიგო ეს ომი და ქართველი არ ესწრებოდეს იქ იმ ყველაფერს? ვინ მოიგო ეს ომი, კაცო, ვინ? საქართველოს გადარჩენის გზა, როგორც ერეკლე მეფის დროს იყო, ისევ რუსეთთან დაკავშირებულია. და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა ბევრწილად იმაზეა დამოკიდებული, ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვექნება ჩვენი ერთობლივი, ერთი ისტორიის და ერთი გამარჯვების მიმართ. რუსთან რო დაჯდები სუფრაზე პირველ რიგში გეკითხება, "Ты уважаешь меня?" როდესაც შენ რუს პატივს არ ასცემ, იქ დამთავრებულია, შენ არაფერს არ უნდა ელოდო. და როდესაც ჩვენ საქართველოში 9 მაისს დავაფასებთ, როდესაც დავაფასებთ იოსებ სტალინს და მაღლა ავიყვანთ, იოსებ სტალინი არის ჩვენი გაერთიანების სიმბოლო. სხვათა შორის ცხინვალს მეორე სახელი სტალინირი დაარქვეს. ანუ იოსებმა უფრო მეტად პატივი უნდა სეკაცო სტალინს ვიდრე ქართველებმა. სხვათა შორის ცხინვალს ადრე სტალინირი ერქვა და იმიტომაც დაარქვეს მეორე სახელი. დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ სტუმართან გვექნება საუბარი სამართლის ექსპერტი ბატონი დავით ზირაქიშვილი. აი ბატონო დავით. ბატონი დავით ეხლახანს იყო მოსკოვში და ძალიან საინტერესო ფორუმში იყო მონაწილეობდა და არ ვიცი აი ბატონო დავით აი ეხლა აი 9 მაისი მოდის აი დაჯილდოებაც მოხდა ჩვენ როგორც თქვით რომ მოხდებოდა ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა აი ამ დაჯილდოებით და კიდევ 10 კაცი უნდა დააჯილდოონ ომის ვეტერანი. მე მგონი რომ უნდა დავიწყოთ რაღაც ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარების. აუცილებლად მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. აუცილებლად ეს საერთო ისტორია ტერზე გამარჯვების, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლის თავი. ეს საერთო ისტორია. პროცენტულად საქართველოს ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში და სირცხვილია, როდესაც ვინც ამ ომში იბრძოდა, ვინც სიცოცხლე შეწირა, მათი სახელები, ასე ვთქვათ, უკვე რაღაც ჭრდილშია მოქცეული და რის გამო? იმის გამო, რომ ევროკავშირს და დასავლეთს არ მოსწონს ჩვენი რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება. დავაფასებთ ჩვენს ისტორიას, დავაფასებენ ჩვენს. კარგად ნათქვამი არ დავიწყება მოყრის აროდეს მოგცემს ზიანსა რუსთავის. ჩვენ რა გახდა?
ჩვენ ამ თემაზე წინა გადაცემებში გვაქვს ნასაუბრები ბატონ ნიკოლას. როცა ძეგლი აიღეს, ერთ შემახლებელს კითხე, როგორ დაუშვით გორელებმა, მე თქვი რომ სტალინის ძეგლი აიღეს, რა გვექნა შინაგანი ჯარი ჩაგვიყენეს, ყველა სახლში ავტომატიანი ჯარის მარტო გორელების ბრალიც არ იყო, ქართველების ყველას ბრალი იყო. თბილისი გორთან არის ახლოს და ხშირად აი გორელები ბრაზდებიან ძალიან საკვირველად. თბილისლები სად იყვნენ, სტალინელები სად იყვნენ. გორის ბრალი არ იყო მარტო ეგ. ხო, არა, და მათ ახსნეს ესა და ესეც იყო ეხლა იმ პერიოდში ესე იყო, მაგრამ ეხლა ხო აღარ არის სააკაშვილი. ამასინათ რამდენიმე დღის უკან Facebook-ზე დავდე ესეთი პოსტი, რომ ვინც ეთანხმებით სტალინის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებას მეთქვი და მეთანხმებით და ძალიან დიდი გამოხმაურება მიიღო ამ ჩემმა პოსტმა. კიდევ ერთხელ მიმართავ ხელისუფლებას. უკრაინამ აი ეს პროდასავლური სიმახინჯე რო გადაიღო, თავისი ამ სიმახინჯის სიმბოლოდ აირჩია სტეპან ბანდერა, რომელიც სხვათა შორის ჰომოსექსუალისტი იყო, რომელიც ჰიტლერთან თანამშრომლობდა, რომელმაც ფაქტიურად რეზნია მოუწყო პოლონელებს, ბავშვები ამოწყვიტეს 1000-ობით, 10,000-ობით. აი ეს კაცი გაიხადეს სიმბოლოდ. ეს სიმბოლო შემთხვევითი არ არის პერსონის გაფეტიშება, დროშის არჩევა, ეს გამოიხატება შენ რა გსურს და რა გინდა. ეხლა ჩვენ ვიძახით საქართველოს ებრძვის deep state. და ტრიბუნიდან მიმართავთ, რომ აი ეს deep state ამას ვიგებ deep state. რო გიკეთებს ამას ხო უნდა შეებრძოლო, ვისი იმით უნდა შეებრძოლო. იკა გვარამიას სურათი უნდა გაიტანო და იმით უნდა შეებრძოლო. თუ ვისი თაპირებ, ახ ყველაზე უკანასკნელი, აი მამული ჩავიყო ნარკობარიკად, ამის იმით უნდა შეებრძოლო. აგერ აყვავს ებრძოლი, ვინც რეალურად იბრძოლა, ვინც რეალურად დაამარცხა. მთელი ეს ტროცკისტები, მთელი ეს ბურჟუაზიული სახელმწიფოების აგენტები, ესე ვთქვათ და ესეც იყო. გერმანიამ გადმოსხა 1500 კაციანი დაჯგუფება ეთის რუსეთში რევოლუციის მოსაწყობად. აი ეს კონტინგენტი სტალინმა 27-38 წლისთვის პირწმინდად გაანადგურა. მას ესვრად ჩაედინა, იმობს ვერ მოიგებდა. იმიტომ რომ ესენი იყვნენ გერმანიის აგენტები. იგივე გერმანიის აგენტები იყო ნოვოჟორდანიას. დღეს რომ მისტირიან იმათ. ვებძვით deep state. ვიბრძოლოთ, ვის იმით, ვის ვიბაძოთ, ვისი მაგალით, აგერ ყოლ სტალინი. აიღე და დააბრუნეთ ეს ძელგი, თორე ეს დანარჩენი ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები არის ჰაერში გამოკიდებული სიტყვები და ცოტა ხალხის ების გამოხატვის ერთი რამე არის. აი ხლა ჩვენ ვხედავთ რა პროცესებიც მიდის მსოფლიოში. ფაქტობრივად დღევანდელი ევროპაც არის ფაშისტური. ასე თითქოს დეჟავიუ შეგრძნება გაქვსო ადამიანსო, რაც 41-დან 45 წლებში ხდებოდა, ის ხდება დღესაც. კურსკში დღესაც არის გერმანული ტანკები და აქით-იქით დადიან. და ამერიკული ტანკები სხვათა შორის კიდევ. ანუ ეხა შეთანხმება კი მიქნა მიღწეული აი უკრაინასა და რუსეთს შორის, რომ აი არ მოხდეს დარტყმა იმ ენერგო ობიექტებზე, მაგრამ ეს ძალიან მყიფე შეთანხმება, ეს კაც მარიცის როდის დაირღვევა, მაგრამ ფაქტი ერთია. ევროპიდან როგორც წამოვიდა ფაშიზმი 41-ში და მარტო გერმანია არ ყოფილა ფაშისტური, კოალიცია იყო, რომელშიც იყო ევროპული ქვეყნები, თქვენ კარგად იცით, და მარტო გერმანია არ ებრძოდა მაშინ საბჭოთა კავშირს. იტალიაც იქ იყო და ის ქვეყნებიც, რომლებიც 100 დივიზია იბრძოდა ევროპული სახელმწიფო. დიახ, რა თქმა უნდა. იაპონია იყო იქ და უამრავი ქვეყანა იყო ჩართული და ამერიკა ელოდებოდა, საით გადაიხრებოდა ის არის. როდესაც საბჭოთა კავშირმა გადატეხა ეს ბარიერი, მერე ადგა და დაუჭირა მხარი და თორე თქვენ რა გონიათ ამერიკა რომელმაც საბჭოთა კავშირის მხარი დაუჭირა, რომ იქით წასულიყო საქმე, რომ საბჭოთა კავშირი ცოტა პრობლემები შექმნოდა და გადატეხილიყო ის არის, ადგებოდა გერმანელებს დაუდგებოდა გვერდში. და ეხლაც ესე არის. ნახეთ რა ხდება. ტრამპმა
ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა რა, რომ რუსეთი იმარჯვებს ამ ომში, უკვე სხვანაირად დაიწყეს საუბარი. ნატომ ვერ მიაღწია მიზანს რა, უკვე წავიდნენ დათმობებზე, მოლაპარაკებებზე. აბა გაჭირვებოდა რუსეთს. ტრამპს კი არ მოიყვანდნენ ხელისუფლებაში. ბაიდენზე უარესი ნაცისტი იქნებოდა იქა და პირიქით უფრო და უფრო მეტ დახმარებას გაუწევდა უკრაინელებს. არაფერი არ იცვლება, მეგობრებო. და ეს როდის დაიწყო ეს პროცესი? რუსეთამდე იყო იუგოსლავია. 1999 წელს დაიბომბა იუგოსლავია. ამერიკელებმა, ნატომ დაბომბეს იუგოსლავია. В марте 1999-го натовская авиация начала бомбардировки Югославии. Операция длилась 2,5 месяца. Под ударом оказались не только военные, но и гражданские объекты. Погибли 2000 человек, в том числе 400 детей. 10 тысяч получили ранения. Около 1000 пропали без вести. В основном все это сербское население. Власти страны говорят, что та война до сих пор уносит жизни людей. При бомбардировках Альянс использовал радиоактивный объединенный уран. Ali u svakom slučaju nema nikakve sumnje. Сейчас нет никаких сомнений в том, что это оказало пагубное влияние на здоровье людей, особенно на детей, рожденных между 1999 и 2003 годами, в тех местах, по которым наносились удары. Мы сегодня не можем рассчитывать ни на компенсацию наших потерь, ни на наказание тех, кто участвовал в этом страшном злодеянии. Но я думаю, сейчас куда более важно, чтобы с нами это больше никогда не повторилось. Сейчас Сербия живет под прессингом Североатлантического альянса, который фактически оккупировал часть ее территории, но не сдается. По словам президента Вучича, Белград не собирается ни признавать независимость Косово, ни тем более вступать в НАТО. Банда! Банда советская, банда Дайтума. Весной 1999 года весь мир обсуждал главную новость – бомбардировки Югославии силами НАТО. Натовцы называли свои действия гуманитарной интервенцией и ежедневно сбрасывали тонны военного железа. В сутки пилоты Альянса совершали до 800 боевых вылетов. Было применено 1500 высокоточных крылатых ракет, более 20 тысяч бомб. Уничтожено около 900 военных и промышленных объектов, нефтехранилищ и стратегических мостов через Дунай. Погибло около 3000 мирных жителей и более 7000 оказались ранены. Сербы считали все происходящее агрессией и, несмотря на явное неравенство сил, отчаянно сопротивлялись. Российских ракетных комплексов С-125 давно уже нет на вооружении в самой России, но для сербской армии они стали единственным эффективным оружием против воздушной угрозы. С помощью них сербам удалось сделать то, что до этих пор считалось невозможным – сбить американский самолет-невидимку F-117А. Мы извинились, сказали, что мы не знали, что это невидимка. Наша 250-я ракетная бригада стала известна во всем мире благодаря этому случаю. За время натовской агрессии, по данным независимых источников, усилиями сербской армии были сбиты еще 11 самолетов противника, 30 крылатых ракет и 3 вертолета. Свобода самая важная для любого народа, поэтому мы делали все возможное для ее сохранения, даже в таких тяжелых обстоятельствах. У Сербии испокон веков была репутация пороховой бочки Европы, и это лишний раз подтвердилось, когда, начиная с 1991 года, сербы оказались втянуты во все межэтнические и территориальные войны, раздиравшие в то время Югославию. Первой взорвалась Хорватия. Территориальный конфликт там длился с 1991 по 1995 год и возник из-за нежелания автономного района в составе Хорватии сербской краины оставаться в составе этой республики после отделения ее от Югославии. Тогда же в 1991 году началась война в Боснии и Герцеговине. Мусульманским вооруженным формированиям там противостояла сербская добровольческая гвардия и отряды добровольцев. В 1994 году при посредничестве США была создана мусульмано-хорватская федерация и хорошо вооруженная совместная армия, которая при поддержке воздушных сил НАТО начала наступление на сербские позиции. В 1995 году натовцы с одобрения ООН сформировали миротворческие силы на территории Боснии и Герцеговины. И это стало первой в истории Альянса наземной операции, проводимой за пределами зоны ответственности. В 1998 году, когда сербы сражались за свои территории с албанскими боевиками и практически выгнали их из Косово и Метохии, НАТО взяло на себя роль
роль мирового жандарма уже в нарушение устава ООН. Военные объекты подлежали уничтожению в первую очередь. Это место, где базировалась 127-я эскадрилья. Во время агрессии ее бомбили первой, и следы этого вы видите. Сербские летчики продолжали нести боевые дежурства, даже несмотря на явно невыгодное соотношение сил. На один сербский самолет в воздухе приходилось 30 натовских. Гибли, но не сдавались. 70% всей сербской авиации, а это российские самолеты МиГ-21 и МиГ-29, были уничтожены в первые дни агрессии. Чтобы не лишиться всей своей техники, не только самолетов, но и танков и боевых машин пехоты, сербские военные пошли на хитрость. Интересная ствар. Позади меня находится макет самолета МиГ-29. Во время агрессии мы делали такие самолеты и танки из фанеры, чтобы они думали, что уничтожают настоящую технику. Бомбардировки Югославии прекратились в июне 1999 года, после того, как власти страны вывели из Косово и Метохии военные и полицейские подразделения. Триумфальное шествие в край Косово сил быстрого реагирования НАТО оказалось несколько омрачено молниеносным марш-броском российских десантников, первыми обосновавшимися в Приштине. Однако даже 40-тысячный международный миротворческий контингент не остановил межэтнического насилия. За год после прекращения агрессии НАТО в крае было убито более 1000, изгнано свыше 300 тысяч сербов и черногорцев, сожжено около 100 православных церквей и монастырей. Наш принцип – повторять упражнения до тех пор, пока не придем к выводу, что отделение полностью готово. Эта машина не сломана. Так бойцы тренируют силу и выносливость. После 5 лет относительно мирной жизни сербские военные по-прежнему усиленно тренируются. Сербы не верят, что нападки на их страну больше не повторятся и хотят сохранить боеспособность, чтобы в любой момент быть готовыми защитить свою землю и свой народ. Вместе с тем в Сербии крепнет мнение о неизбежности вступления в НАТО как единственном способе избежать повторной агрессии со стороны Альянса. Мы держим курс на вступление в евроатлантические структуры, потому что считаем, что это будет способствовать нашей безопасности. Вместе с тем у нас слишком долгие отношения с Россией, чтобы что-то могло повлиять на наши отношения к вашему государству.
ეს არის დემოკრატია ამერიკულად. და ბომბებს ეწერა გილოცავთ აღდგომას. და დღეს გამოდიან და გველაპარაკებიან ჩვენ ტრადიციულ ღირებულებებზე და გვეუბნებიან ახლა ლოცვი დაიწყო მაგალითად ტრამპმა მთავრობის ხდომა. შედალოცვილო სირიაში ქრისტიანებს ხოცავენ თუ ეგეთი ქრისტიანი ხარ ადეგი შეაჭერე. პროტურქული ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და ხოცავს და ჟლიტავს სირიაში ალავიტებს ქრისტიანებს. არ მოგიდგენიათ დიდი საქართველო რო იყო დავითი რო იყო თამარი აუცილებლად დავითი და თამარი ქრისტიანების დასახმარებლად თავის ჯარს გააგზავნიდა ძველი ეპოქა რო ყოფილიყო აი ეს არის ქრისტიანი მეფე ქრისტიანი მართველის პოზიცია და შენ ერთი შეშფოთება დადახმარება აღშფოთებაც არ ყოფილა ხო იყო განცხადება რომ გმობთ ჩვენ აი ამ სირიელების პოზიციას სირიელების მოქმედებას ესეთი არ ყოფილა აი ეს არის მათი სახე და აქედან უკვე გამოვიტანოთ დასკვნები და ვიღაცას გონია ეს საქართველომდე არ მოვა ეს უბედურება თუ ჩვენ ჭკუით არ მოვიქცევით ხვალ ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ასე დღეში აუცილებლად ბატონო ნიკოლოზ იმიტომ რომ ეს ისეთი ხანძარია დამთებული მსოფლიოში რომ ჩვენ განზე ვერ დავრჩებით განზე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ახლა შენს გვერდით სახლი იწოდეს და შენი სახლი ისე დარჩეს. ამიტომ ჩვენ სულ ამას ვიძახით, გვჭირდება დიდი მობილიზაცია, უნდა მზად ვიყოთ ყოველგვარი გამოწვევებისთვის. ამისთვის საჭიროა ერის ტოტალური კონსოლიდაცია. უნდა გამოვიდეთ ამ რუსთაველის მასობრივი არეულობების რეგულირებიდან და გადავიდეთ ერის ტოტალურ კონსოლიდაციაზე, ხალხის გაერთიანებაზე, ხალხის სურვილების განხორციელებაზე და დაკმაყოფილებაზე მათი საუკეთესო სურვილების. სხვანაირად არ გამოვა, არ ჩაგვივლის. ასე იქ კონფლიქტური სიტუაციები მწიფდება აზერბაიჯანს სომხეთს შორის, იქ მიდის ძალადობრივი გზით ზანგეზურის კალიდორის გახსნაზე საუბარი, იქ მიდის საუბარი ირანის მხრიდან რომ ის ამას არ დაუშვებს და 1000 გვარი ნიუანსებია. ჩვენ ამ კალიდორის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ ამ ჩვენი ძალებით თუ ამაში არ ჩაერია რუსეთი და ჩვენ თუ რუსეთთან ურთიერთობას არ დავამყარებთ ის თავისი ნებით აქ არ შემოვა ისედაც არასწორად ოკუპანტის დაძახებას ხელმეორედ აღარ დააძახებინათ. ხალხს რუსეთს უძახოთ ოკუპანტი. ამიტომ ჩვენ უნდა ერის ტოტალური მობილიზაცია დავიწყოთ და პარალელურად ურთიერთობა უნდა მოვაწესრიგოთ რუსეთთან, რომ რუსეთის მეტი ჩვენი ინტერესების მართლმადიდებლური საქართველოს ინტერესების დამცველი ისტორიულად არც არავინ არ ყოფილა. არც არავინ არ არის და არც მომავალში არ იქნება. აბა ერთი გამოვიხედოთ ხალხო, ვინ არიან ჩვენი მეზობლები. გასაგებია. ეხა ერთი რამე არის რა, უბრალოდ მე ერთი რამე მინდა გითხრათ. ეხა გახსოვთ ის ცნობილი მატჩი, რამდენიმე დღის წინ რო შედგა და დიდი ხმაური მოყვა იქ ზოგიერთის მოქმედებას, მაგრამ მე ხა იქ იმ ადამიანებს განსასჯელად არ მოვალ, მე უფრო სხვა ფაქტებზე მაქვს საუბარი. აი, ესე იგი თქვენ ლაპარაკობთ, რომ აი შეურაცხყოფა უნდა შეწყდესო იმისო, რუსებისო. ესე იგი ყველა ამ საფეხბურთო მატჩის დროს წინ და მერე მსვლელობისას გამოდიან ვიღაცა ნაძირლები და ამ მატჩის მსვლელობისას ყვირიან ამ პუტინ ხუილო.
ესენი არიან ტიპიური საქართველოს მოღალატეები. კაცი გეუბნება, მოდი დავილაპარაკოთო, როცა შენი საკითხი წყდება. როდესაც ქვეყნის გაერთიანება დამოკიდებულია რუსეთზე და რუსეთის კეთილგანწყობაზე და მხოლოდ მოლაპარაკებით არის შესაძლებელი შექმნი ქვეყნის გაერთიანება და შენ იმ ქვეყნის ლიდერს აგინებ სახალხო და ეს ხო შეუმჩნეველი არ დარჩება, იმიტომ რომ ამის ტრანსლირება ამ თამაშებისა, ნაკრებისა ხდება ყველგან და მათ შორის რუსეთში. მაინტერესებს შენ ამის მერე საქართველოს გაერთიანებას ხელს უწყობ თუ უშლი. რო ყვირი ხარ და რო ყროყინებთ მანდა რომ აფხაზეთი საქართველოს როგორ იქნება აფხაზეთი საქართველოს თქვენ იდიოტებო თქვენა როგორ გახდება საქართველოს როგორ გახდება აფხაზეთი საქართველოს როგორ დაუბრუნდება თუ კი თქვენ დედას აგინებთ პუტინს როგორ იმ პუტინის გადასაწყვეტია ეს ყველაფერი ომი ჩვენვე ვიბრუნებ და მაინტერესებს გინებით დააბრუნებთ ამ ტერიტორიებს ეს რაც ხდება არის პირდაპირ არის ქვეყნის ღალატი წადით და თუ ესეთი მაგრები ხართ მიდით აგერ არის საოკუპაციო ხაზი და მიდით ერთი და იქ აგინეთ იქ აგინეთ მიდი ერთი აი ჩვენთან შეიქმნა რაღაცა აი მოღალატეთა კასტა რომელსაც გონია რომ გინებით დაბრუნდება საქართველოს ტერიტორიები ან კლიპებს რო ჩაწერენ აბა წავიდეთ სოხუმში კლიპი რო იყო სააკაშვილის დროს წავიდეთ და ჩანთას რო მოკიდებენ და წავიდეთ სოხუმში მოდი ხარ სოხუმში კლიპებით არ ბრუნდება საქართველო და გინებით პუტინის გინებით არ ხდება გიორგი ბრწყინვალემ დავით აღმაშენებელმა თამარ მეფემ ესე კი არ გააერთიანა ქვეყანა ვინ ხართ სად გაიზარდეთ თქვენ ვირიშვილებო თქვენა მართლა რა აგერ უკრაინაში რა ხდება ხედავთ აგერ როგორ მიყავთ ომში უკრაინელი რიგითი უკრაინელები Ты чё бьёшь людей, блядь? Нахуя? А у меня что? А зачем вы бьете людей? А чего он бегает? Блядь, вы что вообще? Посмотри! Зачем вы ловите пацанов? Вы что делаете? Вы что делаете, блядь? Зачем вы, блядь, ловите пацанов, блядь? Снимайте, девушка. Маску снимите, подонки, блядь. Найдем. Ребята, не бейте. Мама, он его тоже. Он его тоже. Ты меня испугаешь! Я только собрата... Мам, вызови меня... Так, это с ними даже можно. Ёб твоя мать! Что такие ребята, смотри, какие шагаи. Им на ночь, сегодня не на ночь. Отпустите! Да зачем вы бьете его? Ты смотри, снимай. А что снимать? Ну, а полицию вызвать? Вызовите полицию. Беги, от твари. Их же он сколько? Беги. Выдохнуть. Вы что вы в балаклавах, блядь? За вас доберутся. Ты надет, ты вообще видишь возраст? Ты видишь возраст вообще? Что ты делаешь? А что ты здесь, сука? А я здесь, сука, только 3 месяца. Отвоевал я пришел, сука, от вашего. А у меня одна почка, и что? Что, въебал? Да. Этот пидор. Нет, тот, который съебал. Стреляй, я говорю, стреляй. Да. Стреляй, давай. Это нормально. Нормально. А сегодня... Да ну все, успокойся. Ну, а что, дай я поснимаю. Ну вот они забирают, они говорят, уходите, свои же им говорят, уходите, блядь. Все, ушел? Да, убежал.
თქვენც ესე ღირსები იქნებოდით, რომ აი ესე წაეყვანეთ, ხო? თქო გერჩით გული. წადით და იომეთ, აბა როგორია? ერთადერთი ქვეყნის გაერთიანების შანსი რომ მოლაპარაკება და დიალოგია და შენ ამ მოლაპარაკებას რო უშლი ხელს და რო აგინებ იმ ხელისუფლებას რომელმაც უნდა გადაგიწყვით მე მახსენდება 90-იან წლებში როგორც კი დათმებოდა ურთიერთობა აფხაზებთან ან ოსებთან ეგრევე ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა აქედან ჩვენი მხრიდან ხდებოდა რაღაც აქციები თუნდაც 98 წლის გალის დესანტი რო გადაისხა თავდაცვის სამინისტრო შევიდა და ფაქტიურად ქართული ტერიტორია ადმინისტრაცია იყო გალში და უდაუთაში დავკარგეთ. ხო, ესეც ახლა იქიდან დასავლეთიდან წამოსული მითითებებია. ესენი რომ რუსულ ნარატივს ეძახიან, მე ვეძახი ამას ევროკავშირის ნარატივს. დასავლური ნარატივია. გინება თქვენ გახსოვთ გაბონიამ რო აგინა რუსეთის პრეზიდენტი და საფლავი არ შეარჩინა. ამას მოსდევდა ახალი ეკონომიკური სანქციები. მაგრამ იქ რაღაც მოხდა და გადაიფიქრეს. მაგრამ ის ფრენების შეწყვეტა მაინც მოხდა და აი ხა მე იმ დღეს უსმინე გამოვიდა ნოღაიდელი და ესეთი რამ თქვა რომ ეს იყო იმაზე ოქროაშვილის განცხადებაზე ეს იყო ძალიან უსარგებლო უსაჭირო განცხადება ყველამ კარგად ვიცოდი ისედაც რომ არანაირ ახალ წესს ცხინვალში არ ხდებოდა ირაკლი ოქროშვილი გახსოვს ალბათ ირაკლი ოქროშვილი გამოვიდა და რო თქვა რომ მომავალ ახალ წესო ჩვენ შევხვდებითო ცხინვალშიო და ფეკალიებს შევიტანთო რუსეთშიო რო იძახდა კიდე უნდა ის განცდა რომ სადღაც შორს წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავ. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის წლებმა მიხეილ ქარელის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა. მათ შორის ამის შედეგია ის, რომ საგამოძიებო კომისიის ხდომაში მონაწილეობა მან დღეს დისტანციურად საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღო. ქარელი წინა ხელისუფლების პირობებში საპატიმროში შერყეულ ჯანმრთელობას დღემდე მკურნალობს. მან თქვა ძალიან ეს სამისი თქვა ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამერიკელები მისედავენ რუსებს. მიხეილ ქარელთან საუბრის ძირითადი თემა 2004 წლის ივლის-აგვისტოში ცხინვალში განვითარებული მოვლენები იყო. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ სააკაშვილის გეგმების თავდაპირველად მასაც სჯეროდა, თუმცა წარმოდგენები ეცვლება მაშინ, როცა ექს-პრეზიდენტს აფექტურ მდგომარეობაში პირველად ხედავს. 2004 წლის ზაფხულის მოვლენები სააკაშვილის პირველი ფართო მასშტაბიანი ავანტურა იყო. ეს მიხეილ ქარელმა დღეს საგამოძიებო კომისიას უთხრა. ის რაც 2008 წელს მოხდა სრულიად შესაძლებელი იყო, რომ უკვე მომდავიყო გაზრდებით 2004 წელს. რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონ ზურაბ-ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ. 2004 წლის რომელი პერიოდია, როცა ზურაბ-ჟვანიამ ეს აცილა ქვეყანას თავიდან? ეს არის აგვისტოს თვე. ბერაბიშვილი, ოქროაშვილი, აბდიშვილი. ძირითადად ეს 4 ადამიანი იხებდა ასეთ ტიპის მნიშვნელოვანას მნიშვნელოვანი ჭრედაწყვეტილებებს. როდესაც მე ის ვნახე პირველად აფექტურ მდგომარეობაში, გულწრფელად გეტყვით, მე ძალიან დიდი შიში გამიჩნდა, რომ ერთჩვენ იერ დღეს დიდ უბედურებას მოუტანდა როგორც ხალხს, ისე ქვეყანას. ისეთი ავანტიურა, რომელიც 2004-ში მან, ასე ვთქვათ, ჯარების შეყვანით შიდა ქართლში, ასე ვთქვათ, ჩვენს რაიონში მოახერხა, ესეთი ავანტიურა მან დარწმუნებული ვარ, არაერთი არ გააკეთა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი. ქარელს 2007 წელს აკავებენ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ამბობს, რომ ამ დაკავებას სააკაშვილთან ბოლოდროინდელი აზრთა სხვადასხვაობის გამო ისედაც ელოდა. შემდეგ იყო წამება ციხეში, ოჯახისა და ახლობლების დევნა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება. სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამ სხვის მნიშვნელობით. და მე მაშინ განცხადებას დავწერე თანამდებობისგან წასვლის შესახებ, რომელიც დამიბარა, დახია, გაგიჟებულმა, ასე ვთქვათ, მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, რომ მეორეთი მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გაბედავდა, თვითონ იცოდა, სად გამაგზავნიდა. მან ვერ აიტანა ის, რომ ასე ვთქვათ, ოპოზიციის მხარი დავიჭირე, ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გამისორდნენ
შემდეგ რაღაცა ბეტონის რაღაცა სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ასე 4 დღის განმავლობაში. ვერ მიიღო ასე ვთქვათ ჩემგან ყველაფერი ის რაც თვითონ სურდა. შემდეგ უკვე მთელი ზეწოლა ჩემს ოჯახის წევრებზე, ჩემს მოხუცებულ მშობლებზე გადაიტანა. მთელი ეს მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა. ამიტომ ვამბობ, არასდროს მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიშია. ქარელთან საუბარს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე კითხვის გარეშე არ ჩაუვლია. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის პასუხი იყო მოკლე და ბევრის მთქმელი. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას დღემდე რაღაცნაირად ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ რატომღაც მახსოვს, რომ თქვენ რაღაც განცხადებები გაქვთ გაკეთებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის? ვფიქრობ, რომ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა იციან რეალურად რა მოხდა. მიხეილ სააკაშვილის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მფარველად გრიგოლ ვაშაძე მოევლინა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხისთვის დახურულ ფორმატს ითხოვდა. თუმცა არანაკლებ მთავარი მან მაშინ აღიარა, როცა კითხვა აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს შეეხო. ეს იყო 21 ფებრუარს, ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილის და პუტინის, როდესაც მან თქვა, ჩვენ ადეკვატურად თქვენ ხარჯზე ვუპასუხებთ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს თქვენი გეოგრაფიის ბრალი არის. ქვენინების წინააღმდეგ, ესეც ციტატა არის, შეგათრევენ ნატოში და აყენებენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას. საუბრის მიმართ სრულიად დაკარგა ინტერესი. ვინ? პუტინმა. პუტინმა. სრულიად დაკარგა ინტერესი და ჩვენთვისაც ყველაფერი გასაგებია. 2008 წლის სადღაც ივნისის პერიოდში, თარიღი თქვენ გემახსოვრებათ, თითქოს და თქვენ ჩაგაქვთ რუსეთში წერილი. რა წერილი ჩაიტანეთ რუსეთში? ეს იყო ჩვენი ბოლო სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც შეთანხმებული იყო ჩვენ მოკავშირეებთან. ძალიან დიდი ინტერესით მოახდინა ამაზე რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა ზემოთ სხვანაირად გადაწყვიტეს და მესამე დღეს ეს დოკუმენტი გაზეთ კომერსანტში იყო გამოქვეყნებული. მე ვიცით, რომ იყო პასუხი. პასუხი არ მოსულა ქალბატონი. აქ არის პასუხი. არა, პასუხი არ მოსულა, მე მხედველობაში მაქვს სერიოზული პასუხი. შესდგა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა მიხეილ სააკაშვილს და მედვედევს შორის. და მოლაპარაკება იყო, რომ ივნისში უნდა შეხვედრობდნენ ასტანაში. აი ამ წერილის შემდეგ. მედვედევმა ყველანაირად აარიდა თავი კონტაქტს, შეხვედრა არ შესდგა. მიზეზი რა იყო? მიზეზი დახურულში მოგახსენებთ. ბრძანეთ ასეთი რამ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. შემდეგ ამბობთ, რომ 7 აგვისტოსო, ჩემი ხელით დავწერე განცხადებაო საგარეო საქმეთა სამინისტროსიო, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როგის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა? ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. როგორც თქვენ გესმით, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთ. როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაყავს მოსახლეობა. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე ვრცლად ისაუბრა თამაზ ბესტაევმა, რომელიც 2007-9 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრი იყო. ბესტაევმა თქვა, რომ აგვისტოს ომის დროს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა და მთლიანად რეგიონი საზარბაზნე ხორცად გაიმეტა. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ გახორციელდა ევაკუაცია? ანუ მე დასკვნა ის მქონდა და დღესაც იგივე მაქვს. გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ბუნებრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და იქ ვინც ფუნქციონირებდა ის რეგიონი მთლიანად. სკანდალური აღმოჩნდა ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებით, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჯერ ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა. ნოღაიდელი ამბობს, რომ ომის ზღვარზე საქართველო ჯერ კიდევ 2006 წელს იდგა. სჯერა, რომ ომის აცილება 2008 წელსაც უნდა მომხდარიყო. კომისიის სხდომაზე მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ქართულ პოლიტიკაში ზურაბ ჟვანიას ფიგურის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა. თქვენი პრემიერ-მინისტრობისას თქვენი მინისტრი თავდაცვის ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში.
იყო თუ არა ეს თქვენთან შეთანხმებული? თავდაცვა უსაფრთხოება საგარეო პოლიტიკა იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება და მას შესაბამისად თავდაცვის მინისტრის მარტო ეს კი არა არც ერთი განცხადება ჩემთან შეთანხმებული არც უნდა ყოფილიყო. ეს იყო ძალიან უსარგებლო, სრულიად არასაჭირო განცხადება, ხო პირდაპირ ვთქვათ, ყველამ კარგად ვიცოდით ისედაც რომ არანაირ ახალწელს ცხინვალში არ შეხვდებოდა ირაკლი ოქროაშვილი. 2006 წელს ავიცილეთ დაპირისპირება ძლივსო ზღვარზე გავიარეთო, ამის შესახებ კონკრეტული დეტალები რომ გვიამბოთ. ჩვენ ფაქტიურად უკვე ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა მაშინ. როგორ მოხერხდა ამის მოგვარება, რომ გითხრათ დეტალები? ჩხუბით. ვისთან იჩხუბეთ? პრეზიდენტთან. აი ამ პირობებში, როდესაც ეს კაცი ამ პოლიტიკას ატარებდა. მაგალითად, ჩაიცვამდა სამხედრო ფორმას პრეზიდენტი და იტყოდა, რომ ყველამ უნდა ჩავიცვათ სამხედრო ფორმა და ჩვენ ცხინვალში შევხვდეთ დღესასწაულს. ამას აკეთებდა ის მარტო უხეშად რომ თქვა, ერთი ირაკლი ოქროაშვილის და მისთანების იმედად, თუ გარედან იღებდა დავალებებს. სიგიჟესთან ჰქონდა საქმე. სიგიჟესთან რომ ჰქონდა საქმე, ამას მე მგონი დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი. აი ამ თემაზე ჩემთან საუბარი არასდროს არ ყოფილა. ხუმრობანარევი ტონით რომ თქვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის რომ გარკვეული შლექთა ჯგუფი მართავდა პროცესებს ქვეყნის საზიანოდ, ამაში ეჭვი შექმარვიათ, ანუ სიგიჟესთან რო ქონდა საქმე, მაგრამ ეს პლუს გარედან მართულიც იყო თუ არა, ამაზე თქვენთან საუბარი არავის არ ქონია. ბატონი ზურაბ ჟვანია სოციალური ყოფილიყო, არსებობდა მაინც იგივე საფრთხე, რომ ამაში გავყოლიყავით, რაც 2008 წელს. მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ზურაბ ჟვანიას როგორც პრემიერ-მინისტრის წონა, პოლიტიკური წონა და ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის წონა იყო სხვადასხვა. ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ხო თქვენი აზრით? ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი შანსი იქნებოდა ომის თავიდან აცილება. საგამოძიებო კომისიის კითხვებს პირველმა დღეს პაატა დავითაიამ უპასუხა, რომელიც 2008 წელს შექმნილ დროებით საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობდა. სანქციები, რაც გაიცა ჰააგის პროკურატურის მიერ. ზუსტად იმ პიროვნებებზეა გაცემული, რაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა. რა ძალისხმევა დამჭირდა და დაგჭირდა ყველას ერთად იმისთვის, რომ ჰააგაში ქართული ჯარის და საქართველოს სიმართლე წარმატებით დაგვეცვა და ეს მოვახერხეთ. რა ძალისხმევად დაგვიჯდა უკვე 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე, რომ მტკიცებულებები შეგვეგროვებინა და სტრასბურგში რუსეთი, რომელიც დაგვრცინოდა, მისთვის დავა მოგვეკო საბოლოოდ. ამ ძალისხმევის საუბარს თქვენ უნდა იწყებთ, იმიტომ რომ მე რომ მომავალი ხელისუფლება აქ დამიძახებს და აქ თავმჯდომარე იჯდება და მე იქვიჯდები, იმას მოვყვები მაშინ. ჩემ საქმიანობაში თქვენ უშემოიჭრებით. 2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე საგამოძიებო კომისია ხვალაც იმსჯელებს. ხვალ კომისიაზე ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სამხედრო ხელმძღვანელობაა დაბარებული.
ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, წამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერატყობ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდნები დაუხერხე სრულიად საქართველოს patriarchi თოს შენდობას ყოველი ჩემი შესწოდებისა მე შევწყვო უფალს რომ უფალმა გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთ მომენტ ალბათ გინოსამ ძიმე ჯვრით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა შემიძლეთ მოპატიეთ ჩემს ერთმან შეგინდოთ უბრალოდ ჩვენ უნიკალური შანსი გქონდა საქართველოს გაერთიანების 2003 წელს, როდესაც პუტინმა
შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა აჭარაში. ჩვენ რო ეს გაგვეკეთებინა, აჭარაც დაცული იქნებოდა ისლამიზაციისაგან და გზა გაგვეხსნებოდა ცხინვალისაკენ და სოხუმისკენ. და ჩვენ რა გავაკეთეთ? რუსეთის პრეზიდენტი გადავაგდეთ და დავიწყეთ ნატოს ძახილი. დღესაც უნიკალური შანსი გვაქვს. საქართველოს თუ რუსეთისკენ გადადგამს დაბით, საქართველოს გაერთიანდება. მაგრამ ჩვენ კლავაც ამ ევროატლანტიკურ იმაზე ვლად ნარატივზე კლავარ ტრამპისტები გავხდით, ვითომ ტრამპი გადაგვარჩენს საქართველოს, ტრამპია ჩვენი გადამრჩენელი, არ არის მეგობრებო ესე, არა. ტრამპი საქართველოს არ გადაარჩენს, იმიტომ რომ ტრამპის მიზანი როგორც წინამორბედების არის რუსეთის განადგურება. უბრალოდ ეს კაცი ცოტა შეფარულად მოქმედებს ამაზე. თითეული ამერიკის პრეზიდენტი არის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი. ოღონდ მეთოდებია სხვადასხვა. ნუ იქ მარტო პრეზიდენტი არ არის საუბარი, რაც აგერ ბოლო 4 წელიწადი ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მთელი სახელმწიფო სტრუქტურა გადართული იყო და იწონებდა ის, რომ საუბრობთ 350 მილიარდ დახმარებაზე უკრაინაზე. საიდან მოდიოდა კონგრესი ამტკიცებდა ის ბაიდენი მარტო თვითონ ერთპიროვნულად კი არა წყვეტდა ამას. მთელი ამერიკის საზოგადოება მხარს უჭერდა. ეს ახლა შეიცვალა, ასე ვთქვათ, შეცვალეს. უпроსტად შეცვალეს. დაინახეს რომ ახლა ვეღარ ერევიან რუსეთს და რუსეთი რომ მიაწვება, აი ეს სათაშორის ნათქვამი რომ ლისაბონში გავალთო. ის წეგან თქვენ სწორედ აღნიშნეთ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მეორე ფრონტი რო გაიხსნა. უკვე გამარჯვებული იყო რუსეთი. ფაქტიურად უკვე იმ პერიოდში შესული იყო აქეთ რუმინეთში. უკვე გადასული იყო. ხო და საბჭოთა კავშირის საზღვარი უკვე გადალახული ჰქონდა ჯარს. და იმიტომ წავიდა იმ დათმობაზე, რომ რაღაც ტერიტორია დაეტოვებინა. ის ბერლინის ოპერაციაც რო განხორციელდა, მოსრებაზე იყო. მართალია მაშინ საბჭოთა კავშირმა დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ამერიკა რო შემოსულიყო და მთელი ფაშისტური გერმანიის სამხედრო ელიტა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რომ მთლიანად იარაღი დაეყარა და ბერლინში შემოსულიყო ამერიკულები. ეხლაც იგივეა. ეხლაც იგივე გეთანხმებით ბატონო დავით, ამიტომ მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო, არ იცვლება ისტორია, არ იცვლება საქართველოს მტრები, არ იცვლება ფაშისტები. როგორც მაშინ საუკუნეების წინ საქართველოს ებრძოდნენ ჩვენი ეგრეთ წოდებული კეთილმსურველები, ეხლაც იგივე მტრები გვყავს ჩვენ. არავინ არ იფიქროს, რომ ეხლა შეიცვალა უიმე, რომელი საუკუნეა, ეხლა ვინ გაბედავს. ისე ლამაზად გაბედავენ, როგორც დაგიბარებია რა. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭკუა და უსაფრთხოების ჩვენი ქოლგა არის რუსეთი. და როდესაც საუბრობთ იმის შესახებ, რომ აი მაგალითად აი ხშირად გონია აი ამ ბოდიში და აი ამ ექსპერტებისგან, რომ ჩვენო აი ფთხილად უნდა ვიაროთო გადავრჩებთო. რა ფთხილად უნდა იარო, კაცო, როდესაც უნდა ისე გამოგიწვევენ. პროვოკაციას ისე მოგიწყობენ, როგორც არაფერი. რაც არ უნდა ფთხილად იარო, უღრან ტყეში გარეული ცხოველი ყოველთვის გადაკლაპავს. შენ უნდა ეცადო, რომ ისეთი დამცველი ყავდეს, რომ ეს ვერ განახორციელოს. ჩვენი დიდი წინაპრები ყოველთვის იმას ეძებდნენ ისეთ მფარველს, რომელიც ამ პატარა საქართველოს დაიცავდა. და იმას კი არ ფიქრობდნენ, მოდი ეხლა მე ისე მოვიქცევი, რომ ვერავინ ვერ შემჭამოს. შევჭამენ და ამიტომაც არის საქართველოში, რომ ყველა თითქმის პოლიტიკური სუბიექტი, ყველა პოლიტიკოსი თუ ექსპერტი არის გაყიდული, მოღალატე, ნაძირალა. არავინ არ გამოხატავს საქართველოს ინტერესებს ერთი ორი კაცის გარდა. და იმიტომაც აქვს ნულოვანი რეიტინგი. საქართველოს გადარჩენა როგორც ერეკლე მეფის დროს, ეხლაც არის რუსეთზე. ამიტომ ეზიზღებათ ერეკლე მეფე აი ამ დასავლეთის აგენტებს და იმიტომ ებძვიან ერეკლე მეფეს, იმიტომ რომ ერეკლემ გადადგა ნაბიჯი რუსეთისაკენ. თორე რამდენი ხნის წინ არის ერეკლე გარდაცვლილი, რაღა დროს ერეკლე მეფის საუბარი არის ესე აუგათ, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ერეკლეს მსგავსად არ დაიდოს ახალი გეორგიევსკი და არ გადაიდგას ნაბიჯი რუსეთისკენ. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც იმ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა, რომლებმაც სამამულო ომში თავი გაწირეს, რითაც დავიწყეთ გადაცემა, გადავდგათ ნაბიჯი ქვეყნის გაერთიანებისკენ, გადავდგათ ნაბიჯი ქვეყნის დაცვისაკენ.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო დავით, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, სამართლის ექსპერტი ბატონი დავით ძირაქიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ამით დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხვალ შევხვდებით ერთმანეთ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.